მოგესალმებით ფეხბურთის გულშემატკივრებო, ეს არის არხი ფეხბურთის მასწავლებელი, მე ვარ ცაგა და დროა მივოვიხილოთ ეს კვირა ფეხბურთში. ხო, ტრადიციულად დავიწყებთ ჩვენ რა თქმა უნდა ქართველი ფეხბურთელების ასპარეზობით ტოპ 5 ლიგაში და ცოტათი მას მიღმაც და ყველაზე კარგი თამაში ვისაც ჰქონდა, მოდი ჯერ იმაზე ვილაპარაკოთ. მიხაუტაძეს ჰქონდა შესანიშნავი თამაში სოსიედადთან, გაიტანა გოლი, გააკეთა საგოლე გადაცემა, ყველაფერი ეს მოხდა პირველ 25 წუთში თამაშისა და საერთოდ კარგი მატჩი ჰქონდა და ამის გარდაც ბევრი მომენტი ჰქონდა, მე გამიკვირდა რომ საერთოდ ჰეტრიკი ვერ შეასრულა ამ თამაში მიხაუტაძემ, მაგრამ არაუშავს გოლი და საგოლე პასიც მშვენიერია, კარგი სეზონი აქვს მაინც ყველანაირად და კიდე ერთხელ ამტკიცებს რომ აი ნამდვილად არის ტოპ 5 ჩემპიონატის დონის ფორვარდი და ხალხი უკვე ამ კაცის ბარსელონაში გადასვლაზე ლაპარაკობს. ხალხო რაც ძალიან გამეხარდება მართლა ბარსელონაში თუ გადავიდა ქართველი ფეხბურთელი, ამაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს. ყველა დარწმუნებული ვარ თუნდაც რეალის ფანებსაც კი ექნებათ ისეთ თამაშები, სადაც ბარსა რეალი არ იქნება მაინდა-მაინც მიხაუტაძეს გულშემატკივრობის სურვილი. ხო და ზოგადად ამ თამაშის პრინციპში ვილიარეალმა პირველ 25 წუთში ძალიან კარგად ითამაშა. გამიკვირდა მე ზოგადად ესე არ თამაშობს ხოლმე, მაგრამ რაღაცა ძალიან აქტიურად შემართებით პრესინგი ითამაშეს და მართლა მორენომ რო გაიტანა იქ ერთი სტანდარტი და მე მალევე მიაყოლა მიხაუტაძემ და პეპემაც პრინციპში სადღაცა 25 წუთში საქმე მოთავებული იყო და მე გააგზელეს ისო თავისი გაჩერდნენ, დადგნენ, აღარ შეიცუხეს დიდად თავი და მიიყვანეს საქმე ბოლომდე პრინციპში სოსიედადსაც დიდად არ დაუძაბია ეხა იქ მაინდა-მაინც სიტუაცია და კი გაიტანეს ერთი გოლი ბოლოსკენ გარეკოთ. ხო, რაც შეეხება სხვებს, ესე იგი მამარ დაიდგა ისევ ლივერპულის კარში, მაგრამ სამწუხაროდ წააგო ის თამაში ლივერპულმა ბრაიტონთან. პირველი გოლი რომელიც ლივერპულმა გაუშვა რავი, აი შეიძლება ვთქვათ რომ ამარდას შეცდომას მოყვა, იმიტომ რომ უხეხული პაცი მიცა კონატემ ბურთი ვერ გააჩერა, გადავიდა აუტზე და ნუ მე აუტი მოაწოდეს, აუტის მოწოდების მე ჩააწოდა საჯერიმოში, გაკეთა პასი კარის გასწრო, გაიტანა ველბეკმა. შეიძლება ნანახიც ჰქონდეთ ეს გოლი როგორც გავიდა, მაგრამ ნუ ის წინარე კონტექსტი რომ ბურთს ათამაშებდნენ საჯერიმოში ლივერპულის ფეხბურთელები და მავარდაშვილმა ვერ გაუკეთა წესიერი პასი კონატეს, რომელსაც ვერ გააჩერა ბურთი, ანუ ისეთი პასი, კარგი პასი არ იყო, მაგრამ არც ისეთი პასი იყო, რომელსაც ვერ დაამუშავებდა ფეხბურთელი. და რაღაცა ესეთი გაუგებრობიდან საბოლოო ჯამში გოლი მიიღო ლივერპულმა. მერე იქ ბრაიტონმა ისევ აჩუქა გოლი კერკეს. მაგრამ საბოლოო ჯამში კვლავ ვინ თუ არა ველბეკმა მოახერხა გაიტანა და ნუ აქ უკვე მამარდაშვილი აბსოლუტურად სამდე მართალი იყო, ვერაფერს ვერ იზავდა მაგ გოლზე, მაგრამ ფაქტია რომ მე მგონი მარტო ერთი თამაში აქვს მამარდას მოგებული პრემიერ ლიგაში, ისეთი რომლის სასტარტო შემადგენლობაში იყო, რაც არ არის ჯერჯერობით სახარბიელო სტატისტიკა, მაგრამ არაუშავს ეს ყველაფერი გამოსწორდება. ხო, ესე იგი, კვარაცხელიამაც ითამაშა, დიდი იმედი მქონდა, რომ ნიცასთან მოახერხებდა გატანას საგოლე პასის გაკეთებას, იყო ძირითადში, ნიცა იქ 10 კარტსაც დარჩა, მაგრამ მაშინ უკვე კვარა გასული იყო, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა, თუმცა PSG მოიგო ძალიან დამაჯერებლად 4-0. სხვებზეც პრინციპში ხა საფრანგეთის ჩემპიონატში უნდა ვთქვათ აუცილებლად იქ მარტო წიტაიშვილმა ითამაშა ამჯერად, მაგრამ უიშვიათესი შემთხვევა დაფიქსირდა ამ სეზონში მეცმა ითამაშა ფრე 0-0 გასვლაზე რენთან და შეინახეს კარიმ შრალად ესეთი რაღაცა მე არ მახსენდება არა მგონია მეც ის ყველა თამაში მქონდეს ამ სეზონში ნახე, მაგრამ ძალიან ბევრი ნანახი მაქვს და მართლა არ მახსოვს ოდესმე თუ იყო შემთხვევა რომ გოლი არ გაუშვიათ. არ არის აი ხა არ გადამიმოწმებია ეს და შეიძლება სისულელეს უძახი, მაგრამ მე მგონი საერთოდ პირველად შეინახეს ამ სეზონში კარიმ შრალად. მაგრამ ნუ შეინახეს და ყოჩა. დიდი წამალი ეს ვერა, იმიტომ რომ თვითონ არიან ბოლო ადგილზე 14 ქულით, შემდეგი გუნდი არის ნანტი 17 ქულით. და 22 ქულა აქვს ოსერს მე-16 ადგილზე გადათამაშების ზონაში. და ეს უკვე 8 ქულიანი სხვაობაა ამასთან და
საერთოდ ავტომატურ გადარჩენაზე მე-15 ადგილზე უკვე იქ 27 ქულიძის ლეავრი და ниცა და მოკლედ იმათი დაწევა უკვე ყველანაირად გამორიცხული არის. არა მარტო მეცისთვის, არამედ თვითონ იმისთვის ოსერისთვისაც, რომელსაც 22 ქულა აქვს, იმისთვისაც ძალიან ძნელი იქნება, რომ ავტომატურად გადარჩნენ, თუ მაინდა-მაინც რაღაცა ძალიან უცბად ცუდი არ დაემართა ან ლეავს ან ნიცას. ესეთი მდგომარეობა მან რო დავჭეთ პრინციპში არა მოდი ბარ დავჭეთ საფრანგეთში ხო თქვა ზურიკოსთან დაკავშირებითაც რა უნდა ვთქვა და კიდევ ერთხელ გაიტანა 12 ბურთი აქვს უკვე გატანილი ზურიკოს ლიგა 2-ში და რავი მე დიდი იმედი მაქვს რომ ისე ვიხილავთ ტოპ 5 ლიგაში ზურიკო დავითაშვილს თუ წავიდა ძალიან მინდა რომ წავიდეს რომელიმე ტოპ 5 ჩემპიონატში არ მინდა რაღაცა ბეშიქტაში და თურქეთის ჩემპიონატში ითამაშოს შეუძლია ამბის აშკარად გვაჩვენა შარშანდელ სეზონში 10 გოლი და 10 საგოლე პასი ჰქონდა ლიგა 1-ში წყალწაღებულ სარედიენში და მით უმეტეს ეხლა იგივე შემართებით აქვს გაგრძელებული უკვე 12 გოლი აქვს ამ ეტაპზე სეზონის ამ ეტაპზე უკვე 12 გოლი აქვს გადაიღე კაც და ნებისმიერ ტოპ 5 ლიგაში ჩვეულებრივად გაკაჩავს უამრავ გუნდს გამოადგებოდა ზურიკო დავითაშვილის და ერი ფეხბურთელი. ეხა მაგალითად როა იყო დავითაშვილი და ჩასვა ვულზში შეიძლება გადარჩეს და დარჩეს საერთოდ პრემიერ ლიგაში. მართლა ვიზახი. ან თუნდაც როჩა ვესტჰემში როჩასვა, ვესტჰემი უეჭველი გადარჩება. აი 100%-იანი ეგრევე იქნება ძირითადში 1-4 გოლს გაიტან სეზონის ბოლომდე, ერთ მაგდენივე საგოლე პასსაც გააკეთებს და კი გადარჩება ამით ეს ვესტჰემი. იმ მარცხენა ფლანგზე მაინც არავინ არ უქმნია ღმერთს მაგ გუნდში და ასე რომ ძალიან კაი კანდიდატურა არის ნებისმიერ ტოპ 5 ჩემპიონატში ქვედა ათეულის გუნდში ან თუნდაც ევროპის საგზურისთვის მებრძოლ ნებისმიერ გუნდში. ხო და განსაკუთრებით საფრანგეთში ან გერმანიაში თუნდაც იტალიაში. ხო და ასე რომ ჩემი აზრით ზურიკო დავითაშვილს უფრო მაღალი ჭერი აქვს ვიდრე ახლა უწევს თამაში თუნდაც აგერ აი ვილიარეალზე რო ვთქვით აი მოლინაზე უკეთესად რატო ვერ ითამაშებს მარცხენა ფლანგზე. არ ვიცი. აი რა საკეთებს მაგალითად მოლინა ისეც, რასაც ზურიკო ვერ გააკეთებდა. არაფერს ძალიან ჩვეულებრივად რო გაცვალო მოლინა გადაუშვა სანეტიენში და ზურიკო დასვა ვილიარეალში, ბევრად უკეთესად ითამაშებს. აი ეს პირდაპირ სულ პასუხისმგებლობით ვიძახი ამას. და ალბათ ბევრი თქვენგანის დამეთანხმება იგივეს. ხო და ასე რომ აქვს შესაძლებლობა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ტოპ 5 ლიგაში ითამაშებს დავითაშვილიც. გადავიდეთ ბუნდესლიგაზე ბუდუს თამაშზე უნდა ვთქვა, ძირითადში იყო ლევერკუზენთან და ძალიან სანახაობრივი, ძალიან კაი თამაში ითამაშა ჰაინენჰაიმმა, 3-3 დამთავრდა ის თამაში. ფრედ სამწუხაროდ აქაც ბუდუმ ვერ გამოიჩინა თავი ან გოლით ან საგოლე პასით, მაგრამ ქულა გადაარჩინა იქ ჰაინენჰაიმმა. თუმცა რაში არ გია ეს ქულა, მე უშუალოდ ბუნდესლიგაზე რო ვილაპარაკებ, მაგას მე ვიტყვი. პრინციპში ხო ჩაკვეთისაც ვთქვათ ზედიზედ ორჯერ გააკეთა უკვე ჩაკვეთს საგოლე გადაცემა წინა თამაში ვთქვით იგირამ უნდას გაატანა თქო გოლი ეხა ბოლას გაატანა თან ეს უფრო ეფექტური საგოლე პასი იყო ქუსლით შეაყოლა და ის თამაში შუაკვირაში გაიმართა და კი მოუგეს რექსემს და ამით შეამცირეს სხვაობა პლეიოფის ზონასთან ჩემ პრემიერ ლიგაში ამოსასვლელ პლეიოფის ზონასთან მაგრამ შემდეგივე თამაში 0-0 ითამაშეს ლესტერთან და ეს პატარა უპირატესობა რაც მოიპოვეს გაიფლანგა იმიტომ რომ კონკურენტებმა მოიგეს და საბოლოო ჯამში ეხა არის 7 ქულიანი სხვაობა მე-6 ადგილზე მყოფ საუთჰემპტონთან რაც ძნელი აღმოსაფრელი იქნება მაგრამ ნუ უცბად ჩემპიონშიპზე რო ვთქვათ კი გამეხარდა ლესტერის ხორალა რაღაცა თვალსაზრისით იმიტომ რომ აგმუც კიდე ქულები დააკლეს და კიდე ჩემპიონშიპიდან გავარდაზე მუხრება რაც ძალიან მაგრად არ მინდა რომ მოხდეს და იმედია რამენაირად გადარჩება ლესტერის სულ ერთი სხვაობა არის პორტსმუთთან რომელიც 22-ზე არის ლესტერი მე მგონი და 21-ზე არის პორტსმუთი და სულ ერთი ქულა არის სხვაობა და იმედია რამენაირად დაკაჩავენ და პორტსმუთის გავარდაც არ მინდა მაგრამ პირველად ირჩევდია ეს პორტსმუთი გავარდეს ვიდრე ლესტერი გავარდეს იმიტომ რომ ერთმა იცის კიდე იმას რა შედეგები მოყვება ახლა ლესტერი რო გავარდეს
ხო და ესეც უცბად რომ მივხვდით ჩვენებმა რაკნეს, ეხლა ჩემპიონთა ლიგაზე ვთქვათ, მოდი პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგაზე წინაზე რაც ვილაპარაკე, ძირითადად ყველაფერი ისე მოხდა როგორც ველოდი. ნუ ერთი კონკრეტული შედეგის გარდა და ეს იყო იმის რა ქვია, ბარსელონა ნიუკასლის განმეორებითი თამაში, რომელიც მოჭა 7-2. მე ბევრად უფრო მეტ ბრძოლის უნარიანობას ველოდი ნიუკასლისგან, თუნდაც იყო თამაში კამპ-ნოუზე, მაგრამ არა უშავს. კარგი უნდიანი ეს ნიუკასლი და არ ველოდებოდი რომ ესე განადგურდებოდნენ და არ ველოდებოდი რომ სტანდარტებზე ასე დაიჩაგრებოდნენ. წესით ხა სტანდარტები ხო ნიუკასლის უპირატესობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალურად მოხდა პირიქით, რაც მე მაგრად გამიკვირდა. და საერთოდ აი 7-2 ამოტენა ბარსელონამ მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში ძალიან კონკურენტუნარიანი იყო ნიუკასლი და ცოტა არ გაუმართლათ იქ ბოლოს 11 მეტრიანი დაიდო და ისე გავიდა წინ ბარსელონა შესვენებამდე და ნუ რო დაბრუნდნენ შესვენებიდან მერე ნუ საერთოდ აღარანაირი საშველი აღარ იყო ამ ნიუკასლის რაც კიდე ერთი რაც ჩემთან გასაკვირად მოხდა ის არის რომ გამოვარდა მაინც ბოდოგლიმტი სპორტინგთან ოჩახ სპორტინგს ოჩახ რო ამ 3-0 წაგებაზე გული არ გაიტეხეს და ბოლომდე იბრძოლეს იმიტომ რომ აქამდეც გვინახავს საბურთიანი უპირატესობები აღმოფხრილი საერთოდ დამატებითი დროის გარეშეც კი მაგრამ ამჯერად დაჭირდა და სპორტინგს დამატებითი დრო, თუმცა ძალიან წყნარად შვიდად კიდე ორი ბურთი გაიტანეს და მიიყვანეს ბოლომდე საქმე, მაგრამ წინ შეხვდებათ არსენალი, რაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძნელი გამოცდა იქნება მათთვის. ბოდოგლიმს კი ძალიან მადლობა, ძალიან საინტერესოა, რომ ესეთი გუნდი გამოჩნდა, რომელიც ასეთი მცირე რესურსით და ასეთი ლოკალური რესურსით ამნეს ახერხებს და იმედია კარგი ისეთი სუყე შემოსავალი მიიღეს ამ ჩემპიონთა ლიგური თავგადასავლიდან და შემდეგ სეზონებში უფრო მოძლიერდებიან და კიდევ უფრო ანგარიშგადაწევი ძალა იქნება. ხო, რაც შეეხება პრინციპში სხვა შედეგებს, იქ ტოტენჰემმა მოახერხა სახში მოგება მინიმალური ანგარიშით, მაგრამ ეს არ იყოფოდა, რა თქმა უნდა. ლივერპული გალათასარაის რაც შეეხება, ესეც ალბათ მოსალოდნელი იყო. ეხლა წინა დაპირისპირებაში იუვენტუსთან ხო გალათასარაი ფაქტიურად ძლივს გაძვრა და ძალიან სახლის გუნდია, მართლა თითქმის 100%-ით სახლის გუნდი არის გალათასარაი და გასვლაზე თამაში ძალიან უჭირდა, თან მით უმეტეს აქ ლივერპულთან მათ არ ყავდათ თავისი გულშემატკივარი. აი ეს პრობლემა ემატებოდა ზევიდან, ანუ ერთი გალათასარაის ფანიც კი არ იყო ენფილდზე, რომ რაღაცა პატარა პაძეშკა მიეცათ გუნდისთვის და ეგ გულშემატკივრად ესეც კი არ ქონდა გალათასარაის და ამიტომ მაგრად დაიჩაგრენ ენფილდზე პრინციპში წესიერი ხელშესახები მომენტიც არ ქონიათ და უფრო უკეთესი სხვაობის დაფიქსირება შეეძლო ლივერპულს კონკრეტულად სალახს უფრო მეტი გოლის გატანაც შეეძლო. ხო და ესეც არ იყო პრინციპში გასაკვირი. იქ არსენალმაც მერე ლევერკუზენს საკმაოდ მარტივად მოუგო და გამოაგდო სიტი რეალის დაპირისპირებაში ბერნარდო სილვას წითელმა პრინციპში ეგრევე ყველაფერი გადაწყვიტა და კიდე ერთხელ ძალიან გამიხარდა რომ PSG შემადგენლობიდან მეორე თამაშიც გაუტანა კვარამ ჩელსის და ისე საფუძვლიანად ყუათიანად დაამარცხეს ჩელსი და კიდევ ერთხელ გვექნება PSG ლივერპულის დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე, ისევე როგორც ჩარშან იმ ჩემპიონთა ლიგაზე რო გამოვარდა ლივერპული PSG-სთან, იქიდან დაიწყო ძალიან დიდი დაღმასვლა ამ გუნდისთვის, დაიწყო ეს დაღმასვლა ნელ-ნელა, მაგრამ ეხლაც გრძელდება. და ამაზე შეიძლება მე საერთოდ ცალკე ვიდეო გავაკეთო, საერთოდ ცალკე ვიდეო მიუძღვრა ამ სეზონის ლივერპულს და იმაზე უფრო ღრმად ჩავშალო რა და როგორ მოხდა აქ. მაგრამ ნუ ძალიან საინტერესო იქნება იქ უდიდესი ალბათობით მამარდა იქნება ძირითადში. წინაზე გვახსოვს ალისონმა მაგრად ითამაშა ძალიან PSG-სთან, მაგრამ მაგრად ითამაშა პენლებამდე იქ ერთი პენალის აღებაც ვერ მოახერხა და ამიტომაც ვეღარ გავიდა ლივერპული შემდეგ ეტაპზე. ხო და საინტერესო წყვილები გვაქვს ბაიერნი რეალი ერთ-ერთი ისეთი კლასიკური დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე, მე ძალიან მაინტერესებს ეს თამაში. და ბარსა ატლეტიკოს ხშირად იყო ხოლმე 2010-იანების შუაში და ნახოთ ეხლა ამჯერად როგორ შედეგს დააფიქსირებს სიმეონე ბარსასთან, იმიტომ რომ არის ერთ-ერთი ადამიანი სიმეონე, ვისაც აქვს გარკვეული
ცოდნა იმისა თუ როგორ მოუძებნოს ბარსას გასაღებით ნებისმიერ ფორმაციის ბარსას და ნახოთ ეს ძალიან საინტერესო დაპირისპირება იქნება და ეხლა ევროპა ლიგაზე სადაც საინტერესო წყვილები დაალაგდა ძალიან გვაქვს ბრაგა ბეტისი, ბოლონია, ასტონ ვილა, პორტო, ნოტინგემი და ფრაიბურგი სელტა. საინტერესო წყვილებია მე ყველა გუნდის მოგება გამიხარდება, იმიტომ რომ რაღაც ახალი გუნდი მოიგებს ამ ევროპა ლიგას ბოლო წლებში სულ რაღაცა ერთი და იგივე გუნდები ტრიალებდნენ და თუ ერთი და იგივე გუნდები არა შედარებით ძლიერი გუნდები და ამიტომ მირჩევნია ვიღაცა ისეთმა მოიგოს ეხა რომელიც არის ტიტულებს მოწყურებული უფრო ბოლო დროს რა განსაკუთრებით ევროპულ ტიტულებს და რავი სიტყვაზე ასტონ ვილა ან ნოტინგემმა რომ მოიგონ ძალიან გამიხარდება ერთის და მეორის გამარჯვებაც თან ნოტინგემი თუ ამას მოიგებს საინტერესო შემთხვევაში შეიძლება გამოვიდეს რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასული გუნდი იყოს ჩემპიონშიპის გუნდი და კონფერენც ლიგაზეც იგივე უნდა ვთქვა პრინციპში იქ არის რაიო ვალეკანო აეკი, კრისტალ პალასი, ფიორენტინა, მაინცი, შტრასბურგი და შახტარი ალკმარი. ესეც საინტერესო წყვილებია და ახაც ისეთი გუნდები არიან რომელსაც აი დიდი წყურვილი აქვთ რომ მოიგონ განსაკუთრებით ევროპული ტიტული და ძალიან მაინტერესებს თუ მოახერხებს აეკი მოგებას. მე უბულშემატკივრობ აქ აეკს, იმიტომ რომ არ ვიცი, ოდესმე ბერძნულ გუნდს თუ მოუგია ევროპული ტიტული. არა თუ მოიგებს იქნება საინტერესო ძალიან. პრემიერ ლიგაზეც ვთქვათ, მოდი მეგობრებო, პრემიერ ლიგაში გასულ ტურში პრინციპში ერთი თამაში ჰქონდა გადადებული არსენალის და მანჩესტერ სიტის, იმიტომ რომ ეს გუნდები თამაშობდნენ ლიგის თასის ფინალში, სადაც მანჩესტერ სიტიმ პრინციპში მეტაკლებად მარტივად დაამარცხა არსენალი და რაღაცა მეჯერჯერობით ისეთი საბჭოება მაქვს, მაინც რომ არსენალს აკლია ეს გამარჯვებულის მენტალიტეტი და ჯერჯერობით აი ფეხბურთელებს რომლებიც ყავს არსენალს არა აქვს ეს მენტალიტეტი ჩამოყალიბებული, მაგრამ ისეც ვფიქრობ, რომ დროის ამბავია პრემიერ ლიგაში აქვთ კარგი ჰანდიკაპი, ასწრებენ მანჩესტერ სიტის 9 გოლით, მაგრამ ერთი გადადებული თამაში აქვთ ქალაქელებს და ნუ შეგვიძლია ვიგულისხმოთ რომ 6 გოლით ასწრებს არსენალი, თუმცა ესეც უკვე კაი ჰანდიკაპია, სულ 7 თამაში არის დარჩენილი თან სეზონის ბოლომდე და 7 თამაში 6 გოლა შეიძლება არც დაკარგოს არსენალმა, ხო და ამიტომაც არის სავარაუდო რომ ისინი მაინც გახდებიან პრემიერ ლიგის ჩემპიონები და გულზე ხელს დავიდებ ალალი იყოს მართლა არსენალზე მიუხედავად იმისა რა კრიტიკაც ხდება ბოდიში ამ გუნდს ჩემი აზრით მაინც იმსახურებენ ჩემპიონობას მესამე ცდაზე თუ მოახერხებენ და გახდებიან ჩემპიონები იმიტომ რომ ეხა არსენალს რასაც აბრალებენ ხო რომ აი ესე თამაშობენ და აბა სტანდარტები და უხეშობა და რაღაცა აი რა ვიცი იგივე რაღაცეებისთვის სიმეონეს ატლეტიკოს აქებდნენ და მე არ მესმის რატო არის ერთი გუნდისთვის ეს დასაშვები და სხვა გუნდისთვის ის დაუშვებელი, მაგრამ ალბათ იქიდან არის გამომდინარე რომ უბრალოდ არსენალის გამარჯვების სხვა რაღაცას ვართ მიჩვეული ვენგერმა ეს გუნდი ისე აწყო რომ თამაშობდნენ რაღაც ალა კომბინაციურ ლამას ფეხბურთს ხო აი ეს ყველაფერი მის რა ქვია ვილშირის გოლში ჩანს ნორვიჩთან გადაანელე ძალიან მაგარ კომბინაციას რო თამაშობენ და ეს იყო არსენალი ესე მე ესეთ არსენალზე გავიზარდე და ლივერპულის ფანი რო არ ყოფილიყავი არსენალის ფანი ვიქნებოდი უეჭველდა ამიტომაც ცოტა უცნაური შესახედია ეხა არტეტას არსენალი როგორც არის მაგრამ ნუ შედეგს ეს გუნდი დეებს და თუ ბოლომდე მიიყვანენ ძალიან კაი იქნება ჩემი აზრით და რაც შეეხება სხვა თამაშებს იქ მაგალითად იყო საშიშროება რომ მანჩესტერს ცოტა საფრთხე შექმნოდა ქვედა გუნდებისგან კონკრეტულად ლივერპულის და ჩელსისგან, მაგრამ ესე არ მოხდა მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერმა დაკარგო გულები ბორნმუთთან, ლივერპულმა და ჩელსიმ ორივე თავთავიანთი თამაშები წააგეს. ლივერპულის წაგებაზე ბრაიტონთან უკვე თქვით და ცოტა უფრო ერთორმეტ სიტყვას ვიტყვი იმაზე, რომ ეკიტიკა რო დაინტრა იქ ეგრევე მივხვდი მაგ თამაში, რომ არ იყო მომგები ლივერპული იმიტომ რომ ეკიტიკეს გარეშე სალაჰი არ იყო ისედაც ეკიტიკეს დაინტრა და ამ ორი კაცის გარეშე შეტევაში ვაფშე არაფერი არ ხდება.
რაც არ უნდა ვილაპარაკოთ სალახზე და სალახზე ცოტა კიდევ უფრო მეც ვილაპარაკებ მარჯვენა ფლანგი ლივერპულის სალახის გარშე არის მკვდარი ვაფშე არაფერი არ ხდება ერთ შეტევაც კი არ მიდის წესიერი მარჯვენა ფლანგიდან თუ სალახი არ თამაშობს რა და მაგიტომაც რაც უნდა ცუდი სეზონი კონდეს ფაქტიურად გარანტირებული აქვს ძირითადად ზოგადად ლივერპულის ამ ჩავარდნილ სეზონზე მე ცალკე ვიდეოს გავაკეთებ და ვილაპარაკებ ფიფაზე რატო მოხდა ესე ყოველ შემთხვევაში ჩემ აზრზე ამასთან დაკავშირებით მაგრამ რაც შეეხება სალახმა თქვა რომ სეზონის ბოლოს წავა ლივერპულიდან ცოტა უცნაურია ის რომ წავა უფასოდ და შეიძლება და ძალიან ჩვეულებრივად ეთქვა რომ მივდივარო და წასულიყო სატრანსფერო თანხად რასაც დიდი ალბათობით მიუხედავად იმისა რომ ასაკშია უკვე სალახი და 1 წელი აქვს კონტრაქტზე დარჩენილი დიდი ალბათობით იმ თანხას რაც ლივერპულმა თავის დროზე გადაიხადა სალახში იმას მაინც ამოიღებდნენ ამ ტრანსფერით მაგრამ ნუ მიდის უფასოდ და რავი ჩემგან 1000 მადლობა მოჰამედ სალახს იმიტომ რომ ამ კაცმა ლივერპული დააბრუნა ლივერპულად რა რეალურად რაც ეს გუნდი უნდა ყოფილიყო და ვერ იყო 90-იანებში და 2000-იანებში და 2010-იანების შუამდე სალახმა თავის მოსვლით ფაქტიურად ეს გუნდი დააბრუნა თავის ადგილზე რა და დაუბრუნა ამ გუნდს გრანდის სტატუსი რომელიც მოპოვებული ქონდა და რომლის დაკარგვის პირასაც იყო სანამ სალახი ლივერპულში მივიდოდა და დამთხევა არაა რომ ყველა ტიტული ფაქტიურად რაც ამ გუნდმა მოიგო სალახის ხელში ხო და ამიტომაც სალახზე სეზონის ბოლოს ცალკე ვიდეოს გავაკეთებ და ერთ ვიდეოს თლიანად დავუთმობ ამ კაცს იმიტომ რომ ნამდვილად იმსახურებს ხო და რაც შეეხება სხვა მონეტთა განვითარებას 3 ტონი მოუგო ევერტონმა ჩელსის ამასაც არ მოველოდი სიმართლე ვთქვა მიუხედავად იმისა რომ ჩელსი ცოტა ამოვარდა ფორმიდან თავიდან რომ დაითხოვეს ისა რა ქვია მარესკა და დანიშნეს როსენიორი თავიდან კარგად წავიდა საქმე მაგრამ მე ისევ აირია და ჩელსისაც ცალკე ვიდეოს მიუძღვნა უფრო დაწვრილებით ვილაპარაკებ რატო არის ესე და მაგალითად მანჩესტერმა გადასარევი შედეგი მიიღო იმიტომ რომ გააგდეს ამორივი და დანიშნეს კერიკი გადასარევად დათამაშდა გუნდი ხო და გასავალი ზონაში რაც შეეხება ტოტენჰემი მართლა შეიძლება გავარდეს უკვე რაღაცა ისეთი ისაა რომ ტოტენჰემია ხო არ გავარდება კაცო ტოტენჰემია რაღაცა ესე მიიღო და მართლა ეხა 3-0 წააგეს სახში რა ქვია ნოტინგემ ფორესტთან უშუალო კონკურენტთან ერთი ქულა არის სხვაობა მარტო ვესტჰემთან რომელიც არის უკვე მე-18 ადგილზე და თან ჩოულებრივ რეალობასთან შეიძლება დავდგეთ წინ რომ ტოტენჰემი გავარდა მაგას ტოტენჰემური რა იქნება პრინციპში ნუ ეს არის რაც მინდოდა მე თქვა პრემიერ ლიგაზე სხვა მე მგონი ისეთი არაფერი არ მაქვს ამ ეტაპზე სათქმელი ხო ლა ლიგაზე რო გადავიდეთ იქაც უნდა ვთქვათ რომ მადრიდული დერბი იყო და ძალიან მაგარი დერბი იყო პრინციპში მადრიდული დერბი არის ერთ-ერთი ესეთი დაპირისპირება რომელიც თითქმის ყოველთვის იმედებს ამართლებს რა რაც არ უნდა იყოს და აქაც ესევე მოხდა 5 გოლი წითელი ბარათი მთელი ამბები და ამით ატლეტიკომ რეალურად დაკარგა ამ წაგებით მესამე ადგილი გადავიდა მე-4-ზე იქ ვილიარეალმა რო სოსიედადი მოიგო ამით შეცვალეს ადგილები ამ გუნდებმა ხო და ბარსელონამ 1-0 მოუგო რაიო ვალეკანოს და შეინარჩუნა ის 4-იანი ჰანდიკაპი რაც ქონდა რეალთან მაგრამ ნუ ყველაფერი წინ არის მაინც არის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ინტრიგა იმიტომ რომ სხვა ჩემპიონატებისგან განსხვავებით ლა ლიგაში დარჩა 9 ტური და ეს საკმარისად ბევრია იმისთვის რომ 4-იანი უპირატესობა შეიცვალოს და მეორე მხარეს შემოტრიალდეს მაგრამ ნუ ნახოთ მაინც ეს ინტრიგა არსებობს ჩემპიონთა ლიგის ბრძოლისთვის ეს ინტრიგა აღარ არის იმიტომ რომ 54 ქულა აქვს მე-5-ზე ბეტის და 57 ქულა აქვს მე-4-ზე ატლეტიკოს და ეხა 13 ქულას ატლეტიკოს ან თუნდაც 14 ქულას ვილიარეალს ვერ ამოუღებენ ამ ეტაპზე მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული ვალენსია მოიგო კიდე ერთხელ და უფრო დაშორდა იქ ქვედა ნაწილს ცხრილის მე ძალიან მიხარია და იმედია როცა გადავლენ უკვე ახალ სტადიონზე ცოტა უფრო დასტაბილურდება ეს გუნდი და უფრო დაუბრუნდება იმ ძველ ვალენსიას რომელიც ვიცოდით 2000-იანების შუაში და 2010-იანების დასაწყისში თუნდაც ხო და უშუალოდ გასავალი ზონას რაც შეეხება იქ მალიორკა ჩაიშვა იმიტომ რომ ელჩე მოიგო მალიორკამ წააგო და ნუ აქ ბრძოლა მიმდინარეობს პრინციპში ლევანტესაც აქვს შანსი ოვიედოს ნაკლებად იმიტომ რომ ეხა ელჩესთან მაგაც სხვაობა ელჩესთან არის 8 ქულა
მაგრამ ლევანტეს და ელჩეს შორის სხვაობა 3-ია და მალორკას და ელჩეს შორის სხვაობა 1-ია, ასე რომ გადარჩენის ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობს. ალავეს და სევილიაც 31 ქულით იქვე არიან რა. ეხლა იმას რა ქვია, მალორკას და სევილიას შორის არის მხოლოდ 3 ქულა სხვაობა და 4 ქულა სხვაობა მარტო თუნდაც რაიო ვალეკონამდე, რომელიც 14 ადგილზეა. უნდა აქაც არის ინტრიგაზე რომ ვთქვა სერიაში ისევ რაღაცნაირად დაბრუნდა ინტრიგა საჩემპიონო ბრძოლაში და ეს აქ მინდა ცოტა დაწვრილებით ვილაპარაკო, იმიტომ რომ ესე იგი ინტერი არის პირველზე 79 ქულით, ვერ მოუგეს მათ იმას რა ქვია, ფიორენტინას ფრეი იყო იქ და მილანმა რახან მოუგო ტორინოს 3-2, რომელიც ასევე ძალიან კაი თამაში იყო და იქ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა რა ქვია იმ სოსკას რახინია პავლოვიჩმა და იქვე არის მილანი, ესე იგი 6 ქულაში არის მილანი 63-ით და 7 ქულაში არის ნაპოლი 62-ით. ნაპოლისთან და დებრუინის დაუბრუნდა და ასე შემდეგ და აი ხა შემდეგ თამაშებს ჩავხედოთ ვის რა თამაშები უწევს და იქიდან პატარა ის მინდა თქვა რომ უბრალოდ შეიძლება მართლა ინტრიგა დაბრუნდეს. ერთადერთი ამის ხელშემშლელი ფაქტორი არის ის რომ ნაპოლი მილანი ეთამაშებიან შემდეგ ტურში ერთმანეთს. ეს თამაში გვაქვს ნაპოლი მილანი და ნაპოლის კალენდარი რო გავაგრძელოთ, მერე პარმას ეთამაშებიან, იმის მერე აქვთ სახში თამაში ლაციოსთან, სახში ისევ კრემონეზესთან, გასვლა კომოსთან, სახში ბოლონია, გასვლაზე პიზა და ბოლოს სახში უდინეზე. ესაა ნაპოლის კალენდარი. მილანთან თამაში ძალიან ძნელი იქნება და ეს ინტერესთვის არა კაი, იმიტომ რომ ორი კონკურენტიდან ერთი მაინც უეჭველი ქულებს კარგავს. თუ ორივე არა საერთოდ და ნუ მერე კომოსთან გასვლა იქნება რთული, იმიტომ რომ კომო ძალიან კაი გუნდი არის ამ სეზონში. ეხლა მილანის კალენდარი რო ვნახოთ, ნუ ნაპოლისთან თამაში უკვე თქვით, იმის მერე აქვს უდინეზესთან სახში, ვერონასთან გასვლა, იუვენტუსთან სახში, სასუოლოსთან გასვლა, ატლანტასთან სახში, ჯენოასთან გასვლა და ბოლოს კალიარისთან სახში, ხო? ანუ იმას რა ქვია, მილანსაც ფაქტიურად იგივე დონის კალენდარი აქვს, რაც ნაპოლის, იმიტომ რომ იქ იუვენტუსსაც ხვდებიან, რომელიც იბრძვის ისევ ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის და რაც შეეხება ინტერს აქვს რომასთან სათამაშო სახში ჯერ, მერე აქვს გასვლაზე კომოსთან სათამაშო ძალიან რთული თამაში, მერე კალიარის ეთამაშებია სახში, ტორინოს გასვლაზე, პარმას სახში, ლაციოს გასვლაზე, ვერონას სახში და ბოლონიას გასვლაზე. ხო, ანუ ლაციოსთან რთული გასვლა აქვს, რომასთან სახში რთული თამაში აქვს სათამაშო და კომოსთან გასვლაზე ალბათ შეიძლება ეს ყველაზე რთული კალენდარი იყოს და რაღაცა ისე გამოდის, რომ თითქოს ინტერს აქვს რეალურად უფრო რთული კალენდარი, ვიდრე მილანს და ნაპოლის და შეიძლება მართლა ბოლომდე მივიდეს ეს საჩემპიონო ინტრიგა რა. მაგრამ ნუ მაინც ცოტა ძნელი სავარაუდოა ეს. და რაც შეეხება ბუნდესლიგას, აქ საჩემპიონო ინტრიგა სრულიად არანაირი არ არის, ბაიერნმა აღგავა პირისაგან მიზეზად ფაქტიურად ყველა და ყველაფერი, ვინც კი რამე გზაზე შეხვდა. დორტმუნდი არის გამოკიდებულია მეორე ადგილზე, ისე რომ არც ზევით წასვლა ემუქრება და არც ქვევით ჩამოსვლა. იმიტომ რომ 61 ქულით არის მეორეზე და შტუტგარტი მესამეზე არის 53-ით. ამ ხრივს არის ინტრიგა, იმიტომ რომ მესამეზე შტუტგარტი 53-ით ხო არის და მეოთხეზე და მეხუთეზე არიან ლაიფციგი და ჰოფენჰაიმი 40-40 ქულით ბოდიში და ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ბრძოლა მიმდინარეობს აქაც შერჟევით. იქვე არის ლევერკუზენის 46 ქულით, ასე რომ აი მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ადგილებისთვის ბრძოლა ჯერჯერობით არის და გასავლეთ ზონასთან რეალურად ერთადერთი გუნდი, რომელიც არის საფრთხეში იმისა, რომ პირდაპირ გავარდეს, არის კეოლნი მაინც, გარდა სანქტ-პაულისა, ვოლსბურგისა და ჰაიდენჰაიმისა, ხო? კეოლნი 26 ქულით არის მე-15 და ვოლსბურგი არის 21-ზე ავტომატურად გასავლეთ ზონაში მე-17 ადგილას 21 ქულით. ხო და 5 ქულა ცოტა ძნელი დასაკაჩი იქნება, ესე ცუდ ფორმაშია ვოლსბურგი, მაგრამ ნუ მაინც არაფერი არაა გამორიცხული. და ნუ ვერდერსაც 28 ქულა აქვს, მაგრამ ნუ წესით ვერდერს დიდად საფრთხე არ უნდა დაემუქროს და ბოლოს ლიგა 1-ს რო ვთქვათ, ხო? იქ ნუ გასავლეთ ზონაზე ლიგა 1-ზე პრინციპში მეც რო ვილაპარაკეთ ესეც ვთქვით და ბუნდესლიგაზე ნუ ჰაიდენჰაიმი განწირული ხა 15 ქულა აქვს და 7 ტური არის დარჩენილი და 15 ქულა აქვს მოგროვილი 27 ტურში და 7 ტურში უნდა მოაგროვონ მინიმუმ 9 იმისთვის რომ ეხლა რაც აქვს სანქტ-პაულის იმას გაუთანამდნენ და აი ეს იმას ითვალისწინებს სანქტ-პაული ყველაფერი უნდა წააგოს და ისევე ვოლსბურგმაც და ასე რომ ესეც ამათ გადარჩენას ძალიან ფანტასტიკის სპერო არის ამჯერად სამწუხაროდ. რაც შეეხება ლიგა 1-ს, აქ მაქვს სათქმელი თავარი ის რომ ესე იგი PSG-მ თხოვა ლენსს რომ თამაში გადაეტანათ, იმიტომ რომ PSG ლენსის თამაში უწევს
ლივერპულის თამაშებს შორის. ანუ არის ლივერპული PSG, მერე არის ეს ლენსთან თამაში და მერე ისევ ლივერპული PSG და ამიტომ უნდა PSG-ს რომ გადაეტანა რამენაირად ეს თამაში, მაგრამ ლენსმა ამაზე მკაცრი უარი თქვა და როგორც ჩანს ეს საჩემპიონო თამაში გაიმართება მაინც შუაში იმ ვიკენდზე. და ეხლა საჩემპიონო რატო არის PSG-ს 60 ქულა აქვს. არის პირველზე, ლენს აქვს 59 ან მეორეზე, მაგრამ ლენს ერთი თამაში ნაკლები აქვს, ასევე უბრალოდ ლენს აქვს ერთი თამაში მეტი ჩატარებული. და PSG-ს გამოტოვებული აქვს თამაში ნანტთან, რომელიც არის გასავარდ ზონაში და ფაქტიურად განწირულია 17 ქულით. ან ძალიან ცუდ გუნდთან აქვს და იმ თამაშს დიდი ალბათობით მოიგებს. მაგრამ მაინც ეს საჩემპიონო თამაშია იმ თვალსაზრისით, რომ თუ PSG-მ ეს თამაში მოიგო, საბოლოო ჯამში გაინაღდებს ალბათ ჩემპიონობას. მაგრამ თუ ეს თამაში წააგო, მაშინ გარკვეული დაძაბულება ბრუნდება, იმიტომ რომ ერთ ქულამდე ჩამოდის. სხვაობა და იქ თუნდაც ერთ თამაში რომ ფრეი თამაშოს PSG-მ ლენსმა რომ მოიგოს, უკვე ადგილებს გაცვლიან და არის გარკვეული საფრთხე იმისა, რომ საფრანგეთის ჩემპიონი PSG ვეღარ გახდეს. ხო და აი ეს საინტერესო მოვლენათა განვითარება არის და ნახოთ ბოლოს როგორ აღმოჩნდება ყველაფერი. აქ ჩემპიონთა ლიგის ზონისთვისაც საკმაოდ ისეთი აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს, იმიტომ რომ მესამედან მე-7 ადგილის ჩათვლით საკმაოდ ისეთი მჭიდრო ცხრილი არის. 59 არის მესამეზე მარსელი, მერე 47 ქულა აქვს მეოთხეზე ლიონს, მეხუთეზეც 47 ქულა აქვს ლილს, მეექვსეზე მონაკოს აქვს 46 და მე-7-ზე რენს აქვს 44. ანუ საკმაოდ ისეთი სიმჭიდროვე არის ამ ევროპულ ადგილებზე და ისე შეიძლება მოხდეს საბოლოო ჯამში, რომ ნებისმიერი გუნდი შეეულია რომ გავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ნებისმიერი გუნდი შეიძლება დარჩეს ყველაფრის მიღმა. და ასე რომ ეს ინტრიგა საფრანგეთის ჩემპიონატში ბოლომდე იქნება. ხო და რაც შეეხება კვირის გენიალურ მომენტს, მე მაინც რავი მოლინას გოლს გამოვარჩევდი რეალთან. რა ურჩის ზედიზედ ამისთანა გოლი გაიტანა კაცმა. ის რაღაცები შეიძლება დახდება რა. საღო მოლინას მიუხედავად იმისა, რომ ატლეტიკომ ეს თამაში საბოლოო ჯამში მაინც დათმო, ჩემთვის ეს იყო გამორჩეული მომენტი, იმიტომ რომ ისეთი კარგი თამაში იყო და ისეთი დაძაბული და ესე ვთქვათ მოვლენებით ახსავსე, რომ აი ამ გოლმა ძალიან კარგად გაალამაზა ყველაფერი, მით უმეტეს იყო გამთანაბრებელი გოლი. და უკვე ამის მერე იყო ვინისიუსის გამარჯვების გოლიც და ვალვერდეს წითელიც და ასე რომ საინტერესო გახადა თამაში ამ გოლმა და ძალიან გაალამაზა. ამიტომ ჩემი კვირის გენიალური მომენტი იქნება მოლინას გოლი რეალთან და აი ამით პრინციპში შეგვიძლია დავასრულოთ. ეს იყო არქი ფეხბურთის მასწავლებელი. მე ვიყავი ცაგან. კიდევაც ვარ და მომავალ შეხვედრამდე